Რამდენიმე ჩემმა გამომწერმა დასვა ასეთი კითხვა, ჩვენ ოსები ხო არა ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ გვიწევს აი ამ ოსური სოფლების გადაღება. არა ვართ ოსები, ქართველები ვართ. შემოვედით მეგობრებო სოფელ ქსოვრისში. ეს არის სოფლის შემოსასვლელი. ჩვენ ამ სოფელში შარშან ვიყავით გუდარეხის მონასტერი გადავიღეთ. როგორი კაპიტალური ხიდი იყო, სანამ ჩაინგრეოდა. ვაკე სოფელი, დარბაზული ეკლესია აგებულია 1354 საუკუნეში. 1809 წელს პეტრე ტატეს ძე მელაძე და გარდაიცვალა 1919 წელს. ხახნო ესე იგი გამოდის 110 წლის. C ვიტამინის უშრეტი წყაროა. ძალიან ბევრი ასკილი, ასეთი კაი ასკილი ასად არ შეგვხვედრია. ჩაყარებესო. ეხლა რომ დაგინახეთ, ვფიქრობდი, ვაიმე, ვაღმერთო ვიდეოს იღებს, იმედია არაბები მეთქი აქ არ ჩამომისახლდები. დილამშვიდობის, მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს არის 20 დეკემბერი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით თეთრი წყაროს რაიონში, რამოდენიმე მაღალმთიან რეგიონში არსებული სოფელი გვინდა რომ გადავიღოთ. შარშან ვიყავით ჩვენ ამ ადგილებში, გუდარეხის მამათა მონასტერი გადავიღეთ და გზად არის სოფლები, რომლებიც შარშან ვერ მოახერხეთ და ვერ გადავიღეთ, ამიტომ წელს დავიგეგმეთ და გვინდა რომ წავიდეთ და გადავიღო როგორ ცხოვრობს ხალხი ამ სოფლებში, თეთრი წყაროს რაიონში. მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ჩემი გამომწერების კომენტარს, რომელიც არ მინდა არც ერთი კომენტარი დავტოვო ყურადღების გარეშე. პირველი მინდა ვთქვა, რომ ჩემი არხი არ არის პოლიტიკური არხი, არის ასე ვთქვათ, გასართობი და საინფორმაციო. აქედან გამომდინარე პოლიტიკურ კომენტარებს მე პასუხს არ ავცემ. დაგეგმილი გვაქვს, როგორც კი ჩემი YouTube არხი მიაღწევს 10,000 გამომწერს, რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი ექნება და ვისაც ყავს მაღალი გამავლობის ორხიდიანი მანქანა, ერთ დღეს დავთქვათ, ყველასათვის კომფორტული რო იყოს, დავიგეგმებით, შევარჩიეთ უკვე ერთი ძალიან საინტერესო სოფელი მაღალმთიან რეგიონში. პატარა ოფროუდიც გამოვა, სოფელში ერთი ოჯახი არის დარჩენილი, ავალთ და მოვინახულებთ ამ ოჯახს. შეიძლება ის დაგვარად, ვისაც სურვილი გექნება და რამეს წამოვიღებთ, ოჯახისთვის ძალიან კაი და სასიამოვნო იქნება, ჩვენთვისაც და ოჯახისთვისაც, ვისთანაც მივვალთ. გარდა ამისა, ერთმანეთს გავიცნობთ, მე გავიცნობ ჩემ გამომწერებს და ჩემი გამომწერები მე პირადად. ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამას გავაკეთებთ როგორც კი ჩემი არხი მიაღწევს 10,000 გამომწერს. დღეს ჩემი არხი გახდა ზუსტად 1 წლის წინ დავიწყე ვიდეოების გადაღება. დღეს არის მე-100 საიუბილეო ვიდეო და იმედი მაქვს ლაიქები არ დაგენანებათ, დასვით, ვისაც მოგწონთ რა თქმა უნდა ვიდეოები, ლაიქები დასვით, არხი გამოიწერეთ და კომენტარიც მომწერეთ. ასე რომ წავედით ეხა თეთრი წყაროს რაიონში და დავათვალიეროთ რამოდენიმე მაღალმთიან რეგიონში არსებული სოფლები. აბად დროებით. შემოვედით მეგობრებო სოფელ ქსოვრისში. ეს არის სოფლის შემოსასვლელი. ჩვენ ამ სოფელში შარშან ვიყავით გუდარეხის მონასტერი გადავიღეთ. ქსოვრისი არის პირველი სოფელი, მერე არის სოფელი ვაკე და ბოლო არის გუდარეხი. სოფელი გუდარეხი ჩვენ შარშან რო ვიყავით, ერთი ადამიანი იყო მხოლოდ და წელს ახლა ინტერნეტში ინფორმაცია მოვიძიე და ცხოვრობსო 15 ადამიანიო. ეს მე გამიხარდა ძალიან, მოიმატა სოფელში მაცხოვრებლების რაოდენობამ და დღეს გვინდა გავიაროთ სოფელ გუდარეხშიც, გუდარეხამდე არის ეს სოფელი. ესეც როგორ კარგი სახლია. და შევხედოთ რა ხდება. ჩავიაროთ მოკლედ ფეხით. ჩავთვალიეროთ სოფელი ქსოვრეთი. ესეც რა კარგი დიდი სახლია. ჯერ დილა, დაახლოებით 10:30-ია. სიწყნარია, სიმშვიდეა. გარეთ არავინ არ ჩანს. აქ-იქ არის ხა მიტოვებული სახლებიც. ასეთი სოფლები, რომელიც ქალაქებთან ახლოს არის, არ უნდა იყოს ასე რაღაცნაირად. აი, მაინც ეტყობა, რომ არ უნდათ ხალხს ცხოვრება სოფელში. ერთი სიტყვით რა. ზოგი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული, ზოგი ქალაქშია გადასული და სოფელში აღარ უნდა ჩამოსვლა. ზოგს ფიზიკური მუშაობა ეზარება. ურჩევნია ქალაქში იმუშაოს სადმე
ვიდრე სოფელში ფიზიკურად თუ არ იშრომე იცი არაფერი არ გამოვა. აი კიდევ ეს ერთი სახლი აქაც არავინ არ ცხოვრობს. ბაბუ, ბევრია ბაბუ მიტოვებული სახლები. აი რამხელა ბოქლო მიადევს. კი, მაგარი ადგილია. თეთრი წყაროდან ახლოს არის. ჩამოხვალ შუქი არის, გაზი არ მგონია რომ იყოს, მაგრამ ადგილი ძალიან კაია. გზამშვენიერი ასეთი მოხრეშილი გზა არის. აგერ მშიერი ცუბრიათ დახვდა. სოფელში მაცხოვრებელი. მექვევითაც ბესო მექვევითაც ჩავივლი ახლა, ხო და მე ნენელა ჩამოდით თქვენ. ხო, ჩავალ ქვევით. რა, ცუგრი. აი ბესოს თან მიდი და უთხარი და რამეს გაჭმევს. ჩვენ არ გამოყვე არაფერი არ აქვს ჩვენ საჭმელი. აქ ვიღაცა ცხოვრობს. შაზია ტყობ. ალბათ ცხოვრობს, ოქრომი არ ადეს. აქ ცხოვრობს კი ღორები ყავს ეგერ. აი აქაც ცხოვრობენ. შვენიერი სოფელია, სოფლის მეურნეობისთვის. უნდა ყავდეს როხები, ღორები, ქათმები, საბალახუებია. ფიზიკური შრომა თუ არ გეზარება, სოფელში მშიერი არ დარჩები. კი არა და ძალიან კარგათაც იცხოვრებ. საჭმელი გექნება, სასმელი გექნება. სუფთა ნატურალური. ვიცი, მე ძალიან 9 წელია რაც აქ ცხოვრობ. 8 კომლი ცხოვრობდა ადრე, შაშან ერთი კომლი გამოაკვდედა, იყვნენ ორივე დაიღუპნენ და დანარჩენები არიან რა, ესე 7 კომლი დავრჩით, მაგრამ ძალიან კანტიკუნდა და ახალგაზრდები თითქმის მე ვარ ყველაზე ახალგაზრდა ამ სოფელში. ხო, მეტი რა სოფლის მეურნეობით ესეც ჩვენ ერთი მე მყავს, ჩვენ გვყავს საქონელი მე და ჩემ მეუღლეს და მეორე ერთი ბიჭი აქ მეორე ქუჩაზე ცხოვრობს, ეგ მეტი არავის არაფერი არ ყავს და ვართ ესე რა. შუქი გვაქვს, პირობებიც არა, ცუდი არ არის, წყალი მუდმივად გვაქვს, რაც მთავარია. ერთი ეს არის გზა არ არის და როცა ამინდები იცვლება და აი თოვლი მოდის და ეს გზები ფუჭდება ძალიან და ვერაფერი ვერ გადმოდის აქ. ერთადერთი იმის მეტი ჰაერი კაია, ბუნება კაია, სილამაზეა, როცა გაზაფხული მოდის და ზაფხული არის არაჩვეულებრივი სამყოფი ადგილია მართლა ძალიან მიყვარს მე პირადად ახლა მიუხედავად იმისა ძალიან ცოტაა 9 წელი არც ისე ბევრი აქვს მოსვლისთვის და ესე ვართ რა წვალობთ რო იტყვიან წვალობთაც არა რა ჩვენთვის წვალობთ სხვისთვის კი არა მაგრამ მაინც მე მომწონს პირადად და ვინც წავიდა ძალიან მიყვარს იმ ხალხის ეხლა ახალგაზრდებსაც ყველას აქ არავის არ უნდა ხა პრინციპში იმიტომ რომ არ არის ალბათ სამუშაო ადგილები არც როდის რა ადრე თუ იყო ისიც სოფლის მეურნეობაზე მუშაობდა ყველა ეხლა ეგეც აღრო აღარ არის მესაქონლეობა და ძნელი სამუშაო წელს ახლა არ არის აღარ უნდა მეტი არაფერი ჩემ მეუღლე მეტყევია ტყეში მუშაობს დილას მიდის საღამოს მოდის მე მაგალითად არ ჩემთვის არ არის ძნელი მე მირჩევნია ეზოში ვიყო ეზო მქონდეს ყვავილები მქონდეს ვინემ ქალაქში მე-5 სართულზე ვიცხოვრო და ჰაერი ვერ ვისუნთქვა აქ კაია მიყვარს მე აქაურობა რა ვიცი ახლა ჩემთვის სოფელი ყველაფერს ნიშნავს არ ვიცი აი მაგალითად სოფელში უკეთესი ცხოვრებისთვის თქვენ რას ისურვებდით ახლა ამ სოფელში მე მაგალითად ერთადერთი ვისურვებდი გას, შეშას ძალიან დიდი წვალება უნდა, შრომასთან ერთად ეხა ტყეებიც ვარ გაანადგურო, ისაო, ახლა ერთადერთი გას ვისურვებდი და გზა რო იყოს. თორე იმის გარდა ამის იქით კიდე, ახლა ჩემი მეუღლე იღლე იტყვის ხოლმე რომ აქანე ნასახლარებია ის ტურისტული თვალსაზრისით ძალიან კარგი ადგილია, აქეთ გუდარეხისკენ კიდე სოფელია იქ მონასტერი დგას და როცა რაღაც დღესასწაულებია ხოლმე ქვეყანა მაგ აი უბრალოდ რომ გზა იყოს ელემენტარული რომ ხალხი მოვიდეს. აი თუ რაღაც ამინდი გაფუჭდება თორე და რომ გვინმეს გადმოსვლამ და აბა დარეკავენ იმის და გზა როგორია. ერთადერთი გზა და გაზი. მეტი შუქიც კაი გვაქვს, განათება გვაქვს, რაც თავარია. წყალი მუდმივი გვაქვს, ჰაერი მუდმივი გვაქვს. ტყე ახლოს არის ხილი სახში გვაქვს, ოჯახში გვაქვს, საყიდელი არაფერი არა გვაქვს, თუ მოიდომები არ არის ძნელი, მე მიყვარს სოფელი და რა ვქნა ახლა, ყველა თავისი აზრი აქვს ამ სოფელს. აი დღევანდელი მთავრობა თუ ზრუნავს და თუ რამეს აკეთებს? მე ამ სოფელში მთავრობის არავინ არაფერი არც მინახია. საერთოდ არც წარმომადგენ, არც არჩევნებზე არ მინახია, თო ისე ხო საერთოდ. რა ვთქვა ახლა მეტი მთავრობაზე ვერაფერსაც ვერ ვიტყვი. არავინ არავის არასდროზე არავის არ ზრუნავს. არავინ არავის არასდროს არ ზრუნავს საკუთარ თავზე შენ თავად თუ არ იზრუნე. არავინ. რა გვარის ქალბატონი ბრძანდებით? მე ვარ კვანჭიანი და ეს სოფელი არის მთიულების
მთიულეთიდან, აი იმიდან რა ქვია, ხანდოსხევიდან გადმოსახლებული ხალხის სოფელი. მთიული ნათობიძე არის ჩემი მეუღლე, ბექაური გვერდზე ცხოვრობს, გიგაურები. ეგენი არ მახსოვს რა გვარები არიან და ესეთი გვარები არიან და ისინი კი ჩოხელები. მე რაც მოვდივარ და რაც ასაკი მემატება, პირიქით უკან სulis მეც წინ სულას მე ვერ ვხედავ ვერაფერს. ეხლა რომ დაგინახეთ, ვფიქრობდი, ვაიმე, ღმერთო ვიდეოს იღებს, იმედი არაბები მეთქი აქ არ ჩამომისახლდები. იმისი შიში შემექმნა. იმდენად მეშინია უკვე, რომ აი რო იყიდა იმ მიწა, ეხლა უპატრონოთ არის ეს საკუთრებაში ეს ნაკვეთები ყველა და როგორ აი ამოსულია ის ცუდი ხეები მოსაჭრე, აი რო არ პატრონობს არავინ ისეთი და გადაშენდა ქართველიერი უბრალოდ მაღაზე უწუხვარ თორე შემომეყარა გულს მეთქი ვაიმე ღმერთო დიდებულო ეხა ეს ნაკვეთები რო ვიღაცამ ნახოს აქ კიდე ქვევითაც არის სახლი ამათი ბიძაშვილები არიან სხვათა შორის ისიც თუ რაღაცა უნდათ აი ჯონჯოლი და რაღაცა რო არის მაშინ მოდიან მოსაკრეფად და ისე თორე ეს ტერიტორიები სულ მინდორია სადაც თურმე ხორბალს თესავდნენ ადრე ჩემ მეუღლეს სულ ამბობს რომ კომუნისტობის პერიოდში ხორბალი ითესებოდა თურმე აქეთა მარჯვენა მხარეს არის უზარმაზარი ვაშლის ბაღები უზარმაზარი უვლის ეხა ვინმე ახლა უვლის არავინ ეს თუ გავა და გამოჯაგავს იმ რაღაც ვაშლზე ჩავდივართ ხოლმე საქონელი რო არის ვაშლზე რო ყრის ვაშლს მე საქონელს წყის ბევრს რო ჭამენ ხოლმე და ჩვენ ჩავდივართ რომ ის ვაშლი როგორმე მოვაგროვეთ რომ ამ საქონელი არ დაგვეხოცოს იმის გულის არავინ არ უვლის აი არავინ აი გული მოგიკვდებს სულ ანტონოვკა ვაშლები და აი სულ რო გორები იდგა თურმე რო ყიდნენ სულ აი კიტრის გორები იდგა თურმე პამი ყველაფერი ქონიათ ადრე და წელს ახლა რაღაც წელს ახლა და კიდე რაღაცის იმედი გვაქვს არა მე მაგალითად პირადად ღმერთმა ქნას რომ ისეთი თაობა მოხვიდეთ რომ რაღაცა გააკეთოს და რაღაცაზე იზრუნოს რა მე არაფრის იმედი არ მაქვს პირადად ერთ ადამიანს იმიტომ რომ ვხედავ რასაც ვხედავ იმას ვამბობ გამოვიარეთ ჩვენ სოფელი ქსოვრეთი თეთრი წყაროს რაიონში ვართ თეთრი წყაროდან არის 2-3 კილომეტრი ახლოს არის სოფელი ქსოვრეთი და მივდივართ ახლა მეორე სოფელში გზა მინდა რომ გაჩვენოთ რა ესეთი გზა არის არაფერი პრობლემატური გზა არ არის მოხრეშილი არის კაი ბუნება ზამთარში თოვლი თუ წამოვიდა მე უკვე ორხიდიანი მანქანა იქნება საჭირო აქ ცალხიდიანი მანქანა სავარაუდოდ ვერ ამოვა და ეხლა მივდივართ სოფელ ვაკეში სოფელ ვაკემდე ესეთი გზა თუ იქნება ბოლომდე შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ნორმალური გზა არის ზღვის დონედან არის ქსოვრეთი მე როგორც მახსოვს დაახლოებით 980 მეტრია და ვაკე არის 1100 მეტრზე გამოვიარეთ მეგობრებო სოფელი ქსოვრეთი და მივემართებით ვაკისკენ და ვაკემდე არის გადმოსახვევი პატარა გზა არის ალგეთის წყალსაცავისკენ მიმავალი და მოვედით ამ ადგილზე და აქ შარშან ვიყავით სოფელი აბრამეთიდან ვიყავით ჩამოსულები მდინარე ალგეთი ჩამოვიდინება და ხიდი არის შარშან ვიყავით ეს ხიდი ჩანგრეული იყო და ეხლაც რახან შემოვიერეთ ამ გზაზე მინდა მივიდი ამ ხიდთან და ვნახო შემთხვევით ხომ არ გაარემონტეს ძალიან მოკლე გზა არის თეთრი წყაროდან ალგეთის წყალსაცავისკენ გადასასვლელი ოღონდ ხიდი უნდა იყოს გაკეთებული მივიდეთ ეხლა ვნახოთ რა მდგომარეობაშია ხიდი ხო ხიდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ისე ვისია როგორც შარშანაც დაანგრეული იყო ზევიდან დაზიანებულია აქ მდინარე არის ალბათ შემოსული ადიდებული აგერ ნახეთ როგორი სიტუაცია არის აქ თქვევით მდინარე ალგეთია ეხა დონე მდინარის ძალიან დაბალია გადაწმენდილი რო იყო ან სადმე რო იყოს ან სადმე ჩასასვლელი რო იყოს შეიძლება ეხა მანქანით ჩავიდეს აქ ადამიანი და გადავიდეს მეორე მხარეს ამოვა სოფელ აბრამეთში და გაუყვება გზას მერე ალგეთის წყალსაცავისკენ მაგრამ არც ეს ხიდი არ არის ვინმე მაინც გამოჩნდეს პატრონი და ეს ხიდი შეარემონტოს რა უნდა ამის გაკეთებას რომ ადამიანი თეთრი წყაროდან ეგრევე მოკლე გზით გადავა აბრამეთში და ჩავა მერე ალგეთზე მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არავინ არ გამოჩენილა სოფელ ვაკეშიც ისევე როგორც ყველა დანარჩენ მაღალმთიან სოფლებში სოფელს გააჩნია თავისი ადგილი სადაც ჩვენი წინაპრები არიან დაკრძალულები
მაინტერესებს რა გვარის ხალხი ცხოვრობდნენ სოფელში, გავიაროთ სასაფლაოზე, შევიდეთ, ვნახოთ. არის კიდე პატარა ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შევიდეთ, მოვიგონია ჩვენი წინაპრების სულები და მე ჩავიდეთ უკვე სოფელში, ვაკეში და ვნახოთ როგორი სიტუაცია ცხოვრობს თუ არა ვინმე. ხევის, ალგეთის ხევის იქით ხარეს, მეგობრებო, არის ჩას აქედან სოფელი აბრამეთი. აბრამეთში ვერ გადავედით, ვინაიდან ხიდი არის ჩამწრეული და სხვა გზა სოფლამდე გადასასვლელი არ არის. შემდეგ გზა ამოდის სოფელ ვაკეში და ეს არის ვაკე, სოფელი ვაკის დასაწყისი და დასაწყისშივე არის ამხელა დიდი შენობა იყო, სავარაუდოდ ეს იყო ფერმა ალბათ, რომელიც ახლა დღესდღეობით უკვე ნანგრევი ვიღა არის ამ ფერმისგან დარჩენილი. აი რამხელა რამსიგძე შენობა იყო. და ძროხები, ალბათ სოფელში ადამიანები ცხოვრობენ და ულიან ძროხები ყავთ და სოფლის მეურნეობას მისდევენ. ავიდეთ ახლა სოფელში და ვნახოთ რა სიტუაცია, რა ხდება. დენი შემოდის სოფლამდე. გზაც ნორმალურია, ასეა თუ ისე კარგ გამენში, ჩულობრივ მანქანა სედანიც კი ამოვა ამ სოფლამდე. ვაკე სოფელი, დარბაზული ეკლესია აგებულია 1354 საუკუნეში. შევიდეთ ეკლესიაში, სანთელი დავანთოთ. წელს, ხო? მე-14 საუკუნე. ეს ერთი ძველი საფლავის ქვა არის. 1920 წელს დაიბადა და 1937 წელს გარდაიცვალა. ტახე ციხვიშვილი. წამალაშვილი. ეს ერთი ძალიან ძველი საფლავის ქვა და ეგრე ადამიანი დაიბადა 1809 წელს. პეტრე ტატეს ძე მელაძე და გარდაიცვალა 1919 წელს. ხალხნო ესე იგი გამოდის 110 წლის. სოფლის მაცხოვრებელი. სუფთა ჰაერზე ეგერ ბუნებაში ადამიანმა 110 წელი იცხოვრა. და ხალხს კიდე სოფლებში ცხოვრება არ უნდა და გარბიან ქალაქებში. 1868 წელს გარდაიცვალა, დაიბადა და 1929 წელს გარდაიცვალა. ესეც მელაძე. მელაძეები ცხოვრობდნენ ამ სოფელში ძირითადად, ხო? ხერი არ გამო. აი მის გულისევა, რომ პატარა მეურნეობა მაქვს ერთი რამდენიმე სული, ამით ვირჩევ თავს. თქვენ სულ აქ ცხოვრობთ? არა, მე რაიონშიც მაქვს ვინა. თეცხაროში. ზამთარში როგორ ამოდიხართ ხომ, გზები როგორია? თამაშლა. შედარებით ძალიან არა კარგა გაკეთებული, მაგრამ მაინც შეაკეთეს რაღაცა. ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც შეაკეთეს, გააკეთეს. სინათლე მაქვს, წყალი გააკეთეს. ისე რომ სოფლის პირობებში როგორც ასეთი, ცუდად არა ვართ. რო თქვა, რომ მიჭირს რაღაც არ. შრომა დიდია, შრომა ტევადია, მაგრამ თბილისშიც ვიყავი, თბილისი და რაიონში გადმოვედი, რაიონი და სოფელში არასდროს არ ვიფიქრებდი, მაგრამ ეს ჩემი ძირძველი ისაა, რა ქვია, მამა ჩემის, პაპა ჩემის დროინდელი. და ვართ ასე. ახალგაზრდები თუ არიან სოფელში? ზაფხულობით კი. ზაფხულობით ამოდიან, აქ ვინც არის დაჩებია. ახლა იქ იყო რამდენიმე ასაკიანები გარდაიცვალნენ. რა გვარის ქალბატონი ძანდები? ვეშაგური. ვეშაგური. და ალბათ უკვე 15 წელია აქ. იყო ქონდა პრობლემები, არ ქონდა გზა, ვიყავით ასე სინათლე, მაგრამ ღმერთის წყალობით ახლა ცოტა არ აგვიშავს. ესე ვარ. ძალიან კარგი. გაიხარეთ, ღმერთმა მოგცეთ ჯანი და შეძლება. მადლობთ თქვენს ყურადღებისთვის.
ეს არის ფაქტიურად სოფლის ბოლო და მე მინდა რომ დაუყვე ხა ამ სოფელს ნენელა და დავათვალიო რომ სოფელი ვაკე. სახლები მიტოვებულები ბევრია, მაგრამ შენდა გასაკვირად ცხოვრობს ხალხი. თეთრი წყაროდან ამოდიან. წამოდით ნენელა ხო? აქ არ ვიცი, აქ სავარაუდოდ არავინ აღარ ცხოვრობს. შეიძლება ცხოვრობს კიდევაც. მაგრამ ამჟამად სახლში არავინ არის. ჩადით ვესო ქვევით და აი იმ ძაღლთან გააჩერეთ, ძალიან ცოტა დიდი ძაღლი ჩანს, არ შემჭამოს და ჩამოვალ. სოფელი ვაკე თეთრი წყაროდან არის დაახლოებით 8-10 კილომეტრი მაქსიმუმ. ზღვის დონეზე 1000 მეტრზე არის. კარგი ბუნება, კარგი ჰაერი. სოფლის მეურნეობისთვის არის იდეალური პირობები. რო იყოს მუშა ხელი, ასე ვთქვათ რა, რო არ ეზარებოდეს ახალგაზრდებს, თორე ისე ხანში შესული ხალხი ამოდის და რჩება რა ამ სოფლებში და ინახავენ, ძროხები ყავთ, ღორები. ერთი ადამიანი შემხვდა, ადგილობრივი ქალბატონი და სოფლის მეურნეობას მისდევს. ფუტკარი ყავს სკები, ფუტკარს ინახავს ადამიანი. მოკლედ, ერთი სიტყვით რო შევაჯამოთ, ვისაც ფიზიკური შრომა არ ეზარება, ის ამოდის სოფელში და აშენებს კიდევაც. სოფლის მეურნეობასაც მისდევს, ძროხებს უვლის. ძუბთა წყალი არის, ეგერ წყაროს წყალი. დენი არის, გზა ასე თუ ისე ნორმალურია. დათოვლილი თუ არა და ტალახიანი თუ არა, აქ ამოვა ნებისმიერი მანქანა. აი ეს ქვევით არის ცოტა დიდი სახლი, მაინტერესებს ერთი აი იმ სახლთანაც ჩავიდე. ეს არ ვიცი, მე რა შენობა იყო, საცხოვრებელი სახლი იყო ეს ამ ხელავით, ხო? საკ აი დიდი სახლი იყო, ბაბო. აი. და ბაბუ. აი ქვევითაც არის კიდე დიდი სახლი, იქაც ჩავიდეთ, ნახოთ. ამხელა ხეხილის ბაღი იყო. სულ ვაშლის ხეებია. ძირითადად. და ამ ხეხილის ბაღი ალბათ ეკუთვნოდა აი ამ სახლის პატრონს. აქ არის აი დიდი ორსართულიანი სახლი აშენებული. მივიდეთ ახლა ახლოს რა ხდება ამ სახლში. ღია არის, კარები არ არის, შევდივართ. აგერზევით ეკლესია. და გზის პირზე არის დიდი ორსართულიანი სახლი. ხო, ამას ალბათ აშენებს რა პატრონი. ნენელა. აი ეს დიდი სახლი ჩანდა ბაბუ, გზიდან. აქ არის, აი მანქანით შემოსასვლელი. საკეტილია. სახურავი გაფუჭებულია.
აი როგორი ხედია აქედან. ძალიან ლამაზი. ხო, ასეთი მიტოვებული სახლები სოფელ ვაკეშიც არის ბევრი. თითქმის ყველა სოფელი, რომელიც გადაღებული მაქვს, ასეთ მაგარ ადგილებშია რა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ სოფლებში ახლა მიუხედავად იმისა, რომ ზოგ სოფელში კაი გზაც არის, ჩვეულებრივი სედანითაც არის შესაძლებელი, რომ ადამიანი ავიდეს ნებისმიერ ამინჩი, ზამთარი იქნება თუ ზაფხული. მაინც მიტოვებული არ უნდა, ახალგაზრდებს არ უნდა სოფელში ცხოვრება. შრომა არ უნდათ, ფიზიკური შრომის გარეშე კიდე სოფელში არაფერი არ გამოვა. ხო, ნუ აშკარად მიტოვებულია რა. აი აქეთ კიდევ ერთი ხელასახლია. ეს არის ვაკის სოფელი, ვაკის ერთ-ერთი პატარა ქუჩა. დენი არის, წყალი არის. რა უნდა გაკეთდეს ახლა ისეთი სოფლებისთვის, განსაკუთრებით აი მაღალმთიან რეგიონში არსებული სოფლებისთვის, რომ ხალხი არ გარბოდეს. რა უნდა გაკეთდეს? სამუშაო ადგილები არ არის. ერთადერთი ფიზიკური შრომა არ უნდა გეზარებოდეს. ესეც ვაკე. სოფელი ვაკიდან გამოვედით ჩვენ მეგობრებო და მივდივართ სოფელი გუჯარეთისკენ. სოფელი გუდარეხისკენ მივდივართ და გზად გამოჩნდა აქ სოფელი ვაკე ზევიდან მინდა გაჩვენოთ გადავიღო. ეს არის სოფელი ვაკე. და ეს არის სოფელი გუდარეხი. გუდარეხის კოშკიც გამოჩნდა. ასეთი გზა მიუყვება სოფლამდე. ჩვეულებრივი ნორმალური გზა არის. მეგობრებო, ეხლა ამოვედი თეთრი წყაროს რაიონის კიდევ ერთ მაღალმთიან რეგიონში არსებულ სოფელში. ეს არის ძველი ისტორიული სოფელი, რომელშიც ჩატარებული იყო არქეოლოგიური გათხრები, რის შედეგადაც ნაპოვნი იყო კერამიკული ნაკეთობები. კერამიკის წარმოების ნაშთები იყო, ანუ იმ პერიოდში ძველად აქ კერამიკას აწარმოებდნენ. ნაპოვნი იყო აგრეთვე 18 ქართული მონეტა თამარ მეფის დროინდელი, მე-12-13 საუკუნის. ნაწილი ამ ნაკეთობებისა შენახულია გუდარეხის მონასტერში. გუდარეხის მონასტერში ჩვენ შარშან ვართ ნამყოფები, ამიტომ დღეს აღარ მივალთ მანდ. და მინდა დღეს დავათვალიეროთ სოფელი გუდარეხი, ცხოვრობს თუ არა ვინმე. აი პირველი სოფლის ვასპინძელი. გუდარეხის კოშკთან არის სახლი, მაგრამ მე მგონი ამ სახლში არავინ არ ცხოვრობს. ჩავიდეთ ახლა ჩვენ ნენელა. სანამ ბესარიონი მანქანით ჩამოიკატავებს. მე მანამდე მინდა რომ ამ არაჩვეულებრივ სოფელ გუდარეხში ფეხით ჩავიარო და დავათვალიერო. ყველა სოფელში, სადაც მივდივართ, მაინტერესებს ადგილობრივი მოსახლის აზრი, როგორ ცხოვრობენ, რა პირობებში ცხოვრობენ, რა უჭირთ. იმიტომ რომ სოფელში ცხოვრება მაინც რთულია, ასეა თუ ისე. როცა სოფელში ცხოვრობ, უნდა ფიზიკურად იშრომო, შეინახო საქონელი. აი ამ სოფელში ახლა მანქანის ნაკვალევი არის. აი ეს ძველი ნანგრევი, ძველი ნასახლარია. ზევით ტყეში მეუყვება გზა, დაუყვეთ ქვევით. სოფელში აი ესეთი გზა არის. წყაროს წყალია. დენი უნდა იყოს, ავარაუდოდ. კი, დენის კაბელები არის. ეს პატარა ძველი ეკლესია უნდა იყოს, ჩემი აზრით. ხო, ნაწილი ეკლესიის, ნაწილი კედელი ჩამონგრეულია.
კიდევ ერთ დიდ სახლს მივადექი. ქვევითაც შემოღობილი ნაკვეთებია. არა, იმიტომ რომ სახლის სახურავი არის ჩამონგრეული. არც აქ არავინ არ ცხოვრობს. კარგით, გავუყვეთ კიდევ გზას ქვევით. აგერ ზევით ჩანს გუდარეხის კოშკი და კოშკიდან ნენენა მივყვები სოფლის ქვედა მხარეს. აქედან რა კარგად ჩანს ალგეთის წყალსაცავი. და ეს სოფელი. დენი არის, ტრანსფორმატორი არის. სოფელში დენი შემოდის. სკები ფუტკარი ყავს. მამაოს აგერ იმ სახლში მანქანა როა გაჩერებული. მამაო ცხოვრობს, გამოვიარეთ და მამაო ეხა სახლში არ არისო. აი, რამდენი ასკილი დავკრიფეთ. სოფლამდე არის აუარებელი ასკილის ბუჩქები, მეგობრებო და ასკილი მოგეხსენებათ როგორც სასარგებლო მithumetes ზამთარში C ვიტამინის უშრეტი წყაროა. ძალიან ბევრი ასკილი, ასეთი კაი ასკილი ასად არ შეგხვედრია. ჩაყარებესო. დავკრიბავთ ეხა ცოტა ასკილს და მე გავაგზავნებთ ჩვენ გზას. ნახეთ რა მაგარი ასკილი. ნახეთ რა მაგარია. მაგარია, მაგრამ ცოტა ძნელი დასაკრეფია, ეკლიანი ბუჩქებია, მაგრამ ვარდეუეკლუს ვის დაუკრეფიაო. სისხლიანი დასაკრეფია. ხო. დავედით და დავედით. რამოდენიმე სიტყვით მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო, მეგობრებო, კასპის რაიონში, გორის და ბორჯომის რაიონში, გაყოლებაზე ხეობაში დაახლოებით 160 სოფელია, რომელიც ძირითადად ოსიერონების ხალხით იყო დასახლებული 1990 წლებამდე. ნუ მე რაც მოხდა ხა ყველამ ვიცით და ეს სოფლები ნენელა დაიცალა და ძალიან მაინტერესებს როგორი სოფლები იყო და ამ სოფლებში დავდივართ, ძალიან ბევრი ასეთი სოფელი ადაღებული მაქვს ჩემ YouTube გვერდზე, შეგიძლიათ იხილოთ. მე პირადად ძალიან გულიმწყდება, რომ ის არაჩვეულებრივი ადგილები, სადაც ადრე ხალხი ცხოვრობდა, მნიშვნელობა არ აქვს, ოსები იყვნენ, აზერები იყვნენ, თუ სომხები იყვნენ, თუ ქართველები. ადრე დასახლებული იყო ეს ულამაზესი ტერიტორიები და ადგილები და დღესდღეობით არის დაცლილი და დაცარიელებული სახლები არის დანგრეული. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და რამოდენიმე ჩემმა გამომწერმა დასვა ასეთი კითხვა, ჩვენ ოსები ხო არა ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ გვიწევს აი ამ ოსური სოფლების გადაღება. არა ვართ ოსები, ქართველები ვართ, ვიღებთ იმ სოფლებს, რომელიც იყო ადრე რამოდენიმე წლის წინ კარგად დასახლებული, სადაც ცხოვრება დუღდა, მაგრამ დღესდღეობით იქ არავინ აღარ ცხოვრობს.